ხო, Beyonce-მის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხო? იმიტომ რომ Beyonce ის ყველა გავლენის მქონე ადამიანია და რასაკვირველი. მას პირდაპირ ეს ენდომეტრიოზი არ უთქვამს კი, იმ თავის ბიოგრაფიულ რაღაც ფილმში. მან ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც ჰქონდა დაორსულებასთან დაკავშირებით, მერე ეს ზუსტად. ზუსტად. როგორ მიმართა სპეციალისტებს ზუსტად. იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა. ანუ ფაქტობრივად იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც იწვევს ენდომეტრიოზი, ისე რომ მას ენდომეტრიოზი არ უხსენებია, თუმცა როგორც პრობლემა სერიოზულად წარმოაჩინა ძალიან. და რომ ეს ნაწილი შეიძლება ბევრი ქალისთვის ძალიან ისეთი ხარდამჭერი ნაბიჯი აუცილებლად. იყოს, ხო? იმიტომ რომ კი. ბილიონობით ქალსაც უხებს იგივე პრობლემები, ხშირად სხვენიათ ამაზე ლაპარაკით, ეხლა Beyonce-ს თუ აქვს ეს პრობლემა, ეხლა ჯანდებას მეც მქონდეს, ხო? ეგეთი ამბავი კი. არის. კი, ცნობილი ადამიანების ასეთი გამოსვლები არის კატალიზატორი, ხო? და მერე ჩვეულებრივი ადამიანებიც ხვდებით, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. და ამის შეგრძნება არის მნიშვნელოვანი და ხო, მერე უკვე ვფიქრობთ და ვეძებთ მოგვარების გზებს და მედიცინასაც ახლა არის წინავს და აკეთებს ამ მიმართულებით ბევრ რაღაცას.